მოგესალმებით აზროვნების აკადემიის გადაცემაში სიმპოსიონი. მეცნიერებაში ავტორიტეტები არ არსებობენ. საპერეაუდენ გაბედეს საკუთარი გონებით მოქმედება. რაში ცდება ფროიდი? მაშინ როდესაც ის აკეთებს ესეთ პროგნოზს, რომ ჩვენი ერთ დღეს რელიგიის საჭიროება აღარ იქნება. პირველად მინდა გავაკეთოთ ასეთი გაჩერება ამ საკითხზე. ეს არის რელიგიურობა, ზოგადი რელიგიური განწყობილება და მორწმუნის მდგომარეობა. ფსიქოლოგიის ისტორია იწყება ნეტარი ავგუსტინეს აღსარებებიდან. დიალოგური კულტურა, რაც უფრო დამკვიდრებულია საზოგადოებაში, ხო, მით უფრო განვითარებული და განათლებულია ეს საზოგადოება. თუ შეიძლება დავიჭიროთ, სად აღარ არის იდენტობა, რომელიც იქითაც ვეღარ გადავდივართ. მიხარია, თუ ახალი იდეა დაგებოდათ. მოგესალმებით აზროვნების აკადემიის გადაცემაში სიმპოსიონი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი, თსუ პროფესორი ქალბატონი მარინე ჩიტაშვილი და ვისაუბრებთ ასეთ თემაზე რელიგიურობის ფსიქოლოგია. მოგესალმებით ქალბატონო მარინა. გამარჯობა, მადლობა მოწვევისათვის. ასევე პირველ რიგში თქვენ უდიდესი მადლობა მობრძანებისთვის და თავდაპირველად მინდა ჩვენი მაყურებლისთვის გავაკეთო ერთგვარი შესავალი და შემდეგ უკვე უშუალოდ თქვენ მოგმართავთ კითხვით. ასე ვთქვათ, რელიგია სხვადასხვა კუთხიდან შეისწავლება. ხო და დღეს ჩვენ ავარჩიეთ ასეთი თემა რელიგიურობის ფსიქოლოგია. და ორიოდე სიტყვით რომ ამის განმოპირობებელ მიზეზებს შევეხო. არსებობს ფსიქოლოგიაში ასეთი დარგი რელიგიურობის ფსიქოლოგია და მაყურებელს ვეტყვი და გავანდობ რომ თქვენ გაქვთ ნაშრომი მონოგრაფია ამ თემაზე შესრულებული 1998 წლით დათარიღებული, რომლის სახელწოდებაც არის რელიგიური ფსიქოლოგია, ემპირიული კვლევები, რელიგიური ორიენტაციის ტიპი, პიროვნული მახასიათებლები და სოციალური კოგნიცია ქართულ მართლმადიდებლებთან. მე პირადად გავეცანი ამ ნაშრომს, ძალზე დიდი ინტერესი აღძრა ჩემში და აი მაყურებელსაც ვინც დაინტერესდება, ვეტყოდი ასეთ მაყურებელს, რომ მას შეუძლია ამ ნაშრომს გაეცნოს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ გვერდზე. და აი რამდენადაც მე ვიცი და ვხვდები, ესე იგი ეს თქვენი ნაშრომი იყო პირველი ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში პირველი სისტემური შრომა ამ თემაზე და ამავდროულად პირველი მცდელობა, ხო? აი ქართულ მართლმადიდებელთა ფსიქოსოციალური მახასიათებლების აღწერისა და გააზრებისა. და თქვენც აღნიშნავთ თვითონ ამ შრომაში, განსაკუთრებით მის ბოლო ნაწილში, რომ რელიგიის ფსიქოლოგიაზე სავსები დაყვანა არ შეიძლება და ეს მცდარია. თუმცა ფსიქოლოგიური კომპონენტი ერთ-ერთია, აი ამ დიდ მთლიან რელიგიურში და დღეს ჩვენი პერსპექტივაც არის სწორედ ფსიქოლოგიური პერსპექტივა. და პირველად მინდა გავაკეთოთ ასეთი გაჩერება ამ საკითხზე. ეს არის რელიგიურობა, ზოგადი რელიგიური განწყობილება და მორწმუნის მდგომარეობა. აი ფსიქოლოგიური კუთხით ამ ფუნდამენტურ საკითხებს რომ შევეხოთ, საინტერესო იქნებოდა. მადლობა ერთხელ კიდევ, განსაკუთრებით მადლობა, რომ 30 წლის წინ დაწერილი წიგნი წაიკითხეთ და მოგეწონათ, ესე იგი რაღაცა წერია იმ წიგნში. და ერთი დაზუსტება მინდა გავაკეთო. თქვენ მართალებს ძანეთ, რომ რელიგია სხვადასხვა მეცნიერება შეისწავლის და თუ ჩავხედავთ თვითონ რელიგიის ლექსიკონს, ხო? ეს რელიგიაში მომუშავე ადამიანები, ანუ ის ვიცი რელიგიის სწავლებანი, religious studies თუ ესე შევხედავთ და განსაკუთრებით თეოლოგები ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილი იმის მიმართ. ფილოსოფიას და ანთროპოლოგიას ეს ნაკლებად ეხება, მაგრამ ნებისმიერ სხვა დარგთან მიმართებაში ძირითადად სულ რედუქციონისტებს და შარლატანებს ეძახიან, იმიტომ რომ ისინი ვერ წუდებიან რელიგიის ძირითად არსს და მათ არ ესმით რაზეა ლაპარაკი. უნდა გითხრათ, რომ ასეთ შემთხვევაში ტერმინი რელიგიის ფსიქოლოგია ნამდვილად რედუქციონისტულია. თვითონ ამას დევიდ ვულფიც, რომელიც არის კლასიკური ნაშრომის მე-20 საუკუნის ბოლოს დაწერილი თანამედროვე რელიგიის ფსიქოლოგია პირდაპირ წერს, რომ რელიგიის ფსიქოლოგია რედუქციონისტული ტერმინიაო და ახლა უბრალოდ რადგან ამას ვართ შეჩეულიო, ამას გამოვეყენებოთ, რომ ისე რელიგიური ადამიანების ფსიქოლოგიაზე უფრო ვლაპარაკობთ ჩვენც ის. ანუ რო განვაზოგო არა აქვს მნიშვნელობა ვისი და რისი გწამთ, ანუ თქვენ კატეგორიაში ექცევით მორწმუნე, ხო? და ამიტომ როდესაც ქართულად მე მიწევდა უფრო სწორად ამ ტერმინის დამკვიდრება,
დამკვიდრება როგორ შემოტანა ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ხედავ დიდ პრობლემას რატომ უნდა დავარქვა რელიგიის ფსიქოლოგია, მაშინ როდესაც რელიგიურობის ფსიქოლოგიას ვსწავლობთ. და ამიტომ წიგნსაც ამიტომ ქვია რელიგიურობის ფსიქოლოგია. ასეთ შემთხვევაში ეს არის ერთგვარი ხარკი არა უბრალოდ გაზიარება არგუმენტის, რომ თუ მაინც და მაინც გინდათ რელიგიის შესახებ იბაასოთ და ისაუბროთ, ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა ზუსტად იდენტიფიცირება მოახდინოთ იმისა, რასაც იკვლევთ. და ჩვენ ფსიქოლოგიაში ვიკვლევთ იმ ადამიანებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ვართ მორწმუნე და შესაბამისად ვიკვლევთ მათ სხვადასხვა განზომილებიდან და სხვადასხვა მეთოდოლოგიური მიდგომიდან. და შესაბამისად ჩვენ ვიკვლევთ რელიგიურობას როგორც ფსიქოლოგიურ ფენომენს და არც ერთ შემთხვევაში არ გავდივართ, ასე ვთქვათ, მის სხვა ტიპის მნიშვნელობებზე, როგორც არის ჭეშმარიტი, არაჭეშმარიტი, მისიას განსაზღვრავდეს თუ არ უნდა განსაზღვრავდეს. საერთოდ ფსიქოლოგებს არ გვიყვარს მორალის კატეგორიაში გადასვლა. და ერთ-ერთი ავტორი იმასაც წერს, რომ ეგენი სრულიად უზნეო ხალხია, მაგათო მორალი და ეს კატეგორიები არ აინტერესებდა და ჩვენ გვაინტერესებს მორალური ღირებულებების განვითარება, მაგრამ ის რა არის სწორი და რა არ არის სწორი, ჩვენ ამის შესახებ ფსიქოლოგიური მსჯელობის განხორციელება, უბრალოდ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ვერ ვიმსჯელებთ. ეს სხვა რამეს ეხება და სხვა უნდა იმსჯელოს რა არის ზნეობრივი და არაზნეობრივი. მოკლედ, ბევრი არ გავაგრძელოთ, თუ დაუბრუნდებით ამ წიგნს და 98-ში, რომელიც არის ახლა გამოცემული, ამ წიგნს და დღევანდელ დღესაც შევხედავთ რა კვლევები მიმდინარეობს, ხო? ასეთ შემთხვევაში მორწმუნის შესახებ, ანუ რელიგიური ადამიანის შესახებ სპეციფიკური ინტერესი აღძრავს ის, რომ პირველი ისინი თავიანთი იდენტობის ცენტრალურ განსაზღვრელად ხშირად მიიჩნევენ იმას, რომ ისინი რელიგიური ადამიანები არიან. მეორე ის, რომ ისინი თვლიან, რომ ისინი განსხვავებულები არიან. მესამე ის, რომ მათ სწამთ არა მხოლოდ იმისი, რასაც ისინი ხედავენ, არამედ ისინი სწორდებიან სხვა ნიშნულზე და ეს ადამიანები არიან ჩვენი ყოფის ნაწილი და ისინი გარკვეულ დინამიკას სცენენ, ან თავისებურებას სცენენ დიდ სოციალურ ქსოვილს, რომელშიც ისინი არიან. არაფერი რო თქვათ იმაზე, რომ თავიანთ მცირე ჯგუფებში მათ აქვთ თავიანთი კომუნიკაციის სისტემა, ურთიერთობები, იერარქია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მორწმუნის სტატუსი ერთის მხრივ, თუ ესე შევხედავთ, სრულ დისონანსშია იმასთან, რასაც ფსიქოლოგიაში გარკვეული, ნომოთეტური მიმდინარე ფსიქოლოგიაში ითვლება, რომ ყველა ადამიანში არსებობს ზოგადი კანონზომიერებები. და ჩვენი მიზანია, უბრალოდ ერთ-ერთი მიდგომა ასე თვლის, რომ ზოგადი კანონზომიერებები გვაქვს ყველა ადამიანს და ამიტომ ჩვენ ის უნდა ვიპოვოთ და მოვძებნოთ და რელიგიური ადამიანები წარმოადგენენ ამის სრულ კონტრადიქციას, ანუ საძირკვლებო რაღაცას, იმიტომ რომ ისინი არ ქცევიან ისე როგორც საშუალო შერჩევა, არამედ ისინი სხვანაირად იქცევიან. და შესაბამისად მათი დიფერენცირება და უბრალოდ მათი არსებობა ერთის მხრივ ეჭვის ქვეშ აყენებს იმას, რომ კი, მათ ფსიქიკური ფუნქციები იგივე აქვთ, რაც ყველას, მაგრამ მათი ქცევა განსხვავდება, რაც პირობითად ვთქვათ, სხვა ჯგუფისაგან, რომელიც ამბობს, რომ არა, ის მორწმუნე არ არის. ან კიდევ მან არ იცის ის მორწმუნეა თუ არ არის მორწმუნე, ხო? ანუ ასეთ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს გარკვეულ სოციალურ ჯგუფთან, რომელსაც ახასიათებს ქცევის კანონზომიერებები, რომელსაც ახასიათებს, თქვენ ახსენეთ, კოგნიცია, შევცვალეთ მე უკეთესი ტერმინი, სოციალური ცნობიერების გარკვეული ფორმატი, რომელიც ქმნის გარკვეულ სივრცეს და რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება პოლიტიკის წამყვანი აქტორიც. მაგალითად, ჩვენ სულ არ წავიდეთ ახლა ამ წუთას, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მთელი ეს პროცესები, რომელიც დაკავშირებულია
ისლამის ექსტრემისტულ მიმდინარეობასთან, ხო, ასეთ შემთხვევაში ფაქტის სახეზეა, რომ ისინი ამ წუთას დომინანტურ პოლიტიკურ აქტორს წარმოადგენენ, ხო? იგივე ირანის ისლამური რესპუბლიკა, აგერ პირდაპირ არის გამოცხადებული, ხო? ანუ ასეთში და უფრო მეტიც ასეთ შემთხვევაში თუ თქვენ არ ახართ ოფიციალურად შიიტური ისლამის მიმდევარი, თქვენ ძალიან ცუდ დღეში ვარდებით ერთი სიტყვით რა. ქრისტიანულ ქვეყნებში, ანუ დასავლეთის ქვეყნებში, ყველაზე დიდხანს, არ ვიცი, ხა ნამდვილად საბერძნეთში მე მგონი ისევ კვლავ არის სახელმწიფო რელიგია, არ ვიცი. მაგრამ არ გადამიმოწმებია, მოდით ესე ვთქვათ, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ 2005 წლისათვის შვედეთმა საბოლოოდ გააუქმა სტატუსი სახელმწიფო რელიგიის, ანუ პროტესტანტობის როგორც სახელმწიფო რელიგიის და ის გახდა სრულად სეკულარული სახელმწიფო. ოღონდ ეს არნიშნავს იმას, რომ მათ რაიმე შეეზღუდათ ფუნქციონირების თვალსაზრისით. ან კიდევ თქვენ თუ ჩახვალთ შვედეთში, ისევ არ მოისმენთ იმას, რომ ყველა მიცის საეკლესიო ჰიმნები და მღერიან. და პირველად რა ამოვშთი შვედეთში, ძალიან გაუცებული დარჩა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ესე, რომ საშობაო დღესასწაულების წინ მივდიოდი, იმიტომ რომ არჩეულებრივი საორგანო კონცერტები იმართებოდა და ისაც მაინტერესებდა ლუნდში. შეკრებილი მრევლი დიდი ან პატარიანად, ფანტასტიურად ვღეროდა ამ საეკლესიო ჰიმნებს და მე რო ვკითხე კი, მაგრამ მეთქი გამოგევინეთ, ამდენი მუსიკალური ადამიანი, ასე მთელი ლუნდი როგორ ახართ მეთქე და არა, ჩვენო საკვირაო სკოლებში რო დავდივართო, მაშინ ვსწავლობთო ამასო და ამიტომ ვიცით სულ ყველამ და აღმოჩნდა, რომ მე უკვე როდესაც დავინტერესდი, იმიტომ რომ სტენლი კლარკი ჰოლი, რომელიც ასევე ლიბერალური თეოლოგიის ერთ-ერთი ლიბერალური თეოლოგიაზე დაფუძნებული რელიგიის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მკვლევარია. მისი ძირითადი დებულება იყო, რომ თქვენ არ შეგიძლიათ რელიგიური დოგმები მიაწოდოთ ერთნაირად როგორც მოზრდილს, ასევე ბავშვს, ამიტომ ეს უნდა იყოს დიფერენცირებული. და თქვენ მაგალითად ბავშვს უნდა ასწავლოთ სიმღერები, უნდა ასწავლოთ ხატვა, უნდა ასწავლოთ წიგნთან ურთიერთობა, მეორესთან ურთიერთობა ამ მასალის გამოყენებით, რომ მასში მოხდეს ინტერიორიზაცია, ანუ გაშინაგნება რელიგიური ღირებულებების და ის როგორც ლიბერალური თეოლოგიის წარმომადგენელი თვლიდა, რომ რელიგია სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის შინაგანი ღირებულება, რომ ის თავისუფალია და პასუხისმგებელია მხოლოდ ღმერთთან. და შესაბამისად, რადგან ის პასუხისმგებელია ღმერთის წინაშე, ანუ პასუხისმგებლობა მისი ღმერთთან არის, ამიტომ ის ფაქტობრივად უნდა ასრულებდეს ყველა იმ ცნებას, დოგმას, რომ რელიგიასაც ის ეკუთვნის. ოღონდ ეს არ უნდა იყოს თავსმოხვეული და ნასწავლი, როგორც ტექსტი, რომელიც სადღაც შორს არსებობს, არამედ ეს უნდა იყოს ცხოვრებისეული გამოცდილებით იმის შესაძლებლობებით, რა შესაძლებლობებიც მე მაქვს ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისით, რომ მე ამისი სრული აბსორბცია, შეწოვა და გაშინაგნება მოვახდინო. ხო და ასე და ამდაგვარად შვედეთის სახელმწიფო ეკლესია ემსახურებოდა იმას, რომ მისი მრევლი ყოფილიყო მაქსიმალურად კულტურული, გათვითცნობიერებული, განვითარებული, უნარები ქონოდა განვითარებული, ისეთი როგორც არის მუსიკალური, შემოქმედებითი, ცეკვა, სიმღერა. ანუ ეს არ იყო მხოლოდ კატეხიზმის სწავლება, მოდით ესე ვთქვათ, არამედ ეს იყო ის, რაც შენ მოგყვება და ეს იყო სიხარული, რომელიც შენ გეძლეოდა. დანარჩენი ახლა რო შევხედოთ სხვა ეკლესიებს, ნუ ფაქტობრივად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც იცვლება მთელი სამყარო, რელიგია და სახელმწიფო იმიჯნება ერთმანეთისაგან, უფრო ადრე საფრანგეთმა გააკეთა. იმიჯნება ერთმანეთისაგან და სეკულარიზაცია ხდება, ანუ მკვიდრდება რაციონალური ცხოვრების წესი, მაგრამ რაციონალური ცხოვრების წესს მე ძალიან ხშირად, როდესაც
მიწევს ხოლმე ახლა ერთ-ერთი კურსის ფარგლებში ფროიდის ერთი ცენტრალური შრომის, ერთი ილუზიის მომავალი ამისი გარჩა. მე ყოველთვის სამ კითხვას ჩემ სტუდენტებთან რაში ცდება ფროიდი? მაშინ როდესაც ის აკეთებს ესეთ პროგნოზს, რომ ჩვენ ერთ დღეს რელიგიის საჭიროება აღარ იქნება. და საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ის რაც შეუძლია რაციონალურ სამყაროს მოუტანოს, თავის შემეცნებით, ცოდნაზე დაფუძნებული, გნებავთ ეკონომიკით, საზოგადოებით და ასე შემდეგ, მას პრინციპულად არ შეუძლია ერთი სუბიექტური მომენტის შეცვლა, ეს არის იმედი. ამიტომ ფროიდის მე ვიტყოდი თავის თეორიულ ჩარჩოში ჩასმა იმისა, რომ რატომ არის ეს მომავალი, სხვა რაღაცებთან. მისი ძირითადი შეცდომა არის, რომ ადამიანს აქვს ეს იმედი. და ყველაზე უკეთესი ბმა ამ იმედის, რადგან რეალობაში არ არის არაფერი, ტრანსცენდენტთან არო რეალობის მიღმა არსებულთან. წესდადარიგით იმდენხანს უნდა შენარჩუნდეს, სანამ ჩვენთვის ემოციების, მოტივაციის, აფექტების, ვნებების, მოთხოვნილებები იქნება ჯერ კიდევ ჩვენს ყოფაში, ანუ ჩვენს რეალობაში, ჩვენს არში და მე იმედი მაქვს, რომ ამას ვერსად ვერ წაუვალთ. ამიტომ რელიგია ჩვენი თანხლები მოვლენა გახლავთ და მორწმუნე სხვა არაფერია, თუ არა რაღაცა ტიპის ან რაღაცა სტრუქტურის იმედის მატარებელი ამ ქვეყანაზე. დიდი მადლობა თქვენი სისტემური და სუსტი განხილვისთვის. აი ამ თქვენს განხილვაში რამდენიმე შენაკადი იყო და მე ასე ვთქვათ, ერთი შენაკადი შთაგონებით მინდა წამოვწიო ასეთი საკითხი. აი პოსტსაბჭოთა სივრცეში რელიგიური განახლებისა და აღმავლობის შესახებ, ხო? ახლა ჩვენი ქვეყანა 70 წლის განმავლობაში დაახლოებით, ანუ საბჭოთა კავშირის შემადგენელი იყო, აქ ცხოვრობდით და ვაზროვნებდით და საბჭოთა კავშირში იდეოლოგია კი იყო ათეისტური. და მე უკვე საბჭოთა კავშირის მიწურულს და მით უმეტეს მისი დანგრევის შემდეგ ხდება ეს ურწმუნოების სტატუსიდან მეორე უკიდურესობაში გადასვლა და ასევე საინტერესოა რელიგიური ფუნდამენტალიზაციის ტენდენცია, ხო? რასაც ხშირად ვაწყდებით ამ ეგრეთ წოდებული ახალმოქცეულების ქმედებებში. და აი ამას რომ კომენტარი გავუკეთოთ, ან რომ შევეცადოთ ერთგვარად ავხსნათ, არ ვიცი. ხო, ახსნის არა მოგახსენოთ, იმიტომ რომ ახლა მაგასაც რო ავხსნათ, ამასაც გარკვეული ტიპის კვლევა ჭირდება, რომელიც მე არ ჩამიტარებია პირადად და რაც მთავარია, სერიოზული შრომაც კი არ წამიკითხავს ამის კვალობაზე. იმიტომ რომ ცოტათი ირონიულად კი ჟღერს და რავინ მიიღებს ამას პირად შეურაცხყოფად, მაგრამ ასეთი რელიგიური მოქცევა, რომ ერთ დღეს 260 მილიონი ვიყავით მაშინ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. 260 მილიონი ათეისტიდან, კარგით, 60 მილიონი გადავდოთ, რომელიც 200 მილიონი ათეისტი ერთ დღეს მოქცეულიყო 200 მილიონ მორწმუნეთ, ესეთი რამე ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს. და ამიტომ ცალკე უცნაური ფაქტია, მაგრამ ერთის მხრივ ისიც უნდა ვთქვათ, რომ და თან ეს ყველაფერი დაიშალა, ისე კი არ გახდა, რომ ყველა ქრისტიანი გახდა და ასე შემდეგ. ეს მოქცევა წავიდა იმ ისტორიულ ქარგაზე, საიდანაც ეს ერები მოდიოდნენ როგორ და გახდნენ ვითომ ათეისტები, ხო? ვითომ ათეისტებს მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასეთ შემთხვევაში რელიგიური იდენტობა, ანუ ჩემი რელიგია დაკავშირებული არის ცოტა სხვანაირად ვიტყვი. ესე იგი, საბჭოთა კავშირის დაშლას, რომელსაც წესდადარიგით არ უნდა დაშლილიყო და ის უნდა მოდერნიზებული ყოფილიყო, დასაწყისში ყოველ შემთხვევისათვის გორბაჩოვის პოლიტიკა ძალიან გავდა იმას, რომ ნეპი უნდა დაბრუნებულიყო სხვა ეტაპზე, ანუ ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობდა კერძო საკუთრების დაშვებას, თავისუფალ ეკონომიკაზე, ანუ ლიბერალურ ეკონომიკაზე გადასვლას, რაც იყო
იმისი რა ქვია 20-იან წლებში 20-იანი წლებიდან 30-იან წლებამდე სანამ დაიწყებოდა ინდუსტრიალიზაციის კოლექტივიზაციის და ასე ვთქვათ კულტურული რევოლუციის პროგრამები რომელიც ასე ვთქვათ დანერგილი იყო საბჭოთა კავშირში აი ეს ლიბერალური თავისუფალი სივრცე მოდით ესე ვთქვათ კოოპერატივების დაშვებით, თავისუფალი მეწარმეობის შემოტანით და ასე შემდეგ, რომელიც პირად ინიციატივაზე იყო. ძალიან გავდა იმას, რომ გორბაჩოვი აბრუნებდა უკან ნეპს საბჭოთა კავშირში. ახდენდა მის მოდერნიზაციას, დაახლოებით მიყვებოდა ალბათ ან მოკლედ ერთი სიტყვით ამას აკეთებდა და ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლა რეალურად განაპირობა იმან, რომ ნაციონალური საკითხი აღმოჩნდა ის, რაც მოგვარებული ეგონათ, აღმოჩნდა სრულიად მოუგვარებელი. ხოლო ჩემი ისტორიული მიკუთვნება, ან ჩემი ისტორიიდან გავომდე, რასაც ვეკუთვნი, ან რაც არის ჩემი რწმენა, ფაქტობრივად არის შეჭიდული ამ ნაციონალურ საკითხთან. ამიტომ მე თუ მინდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს ნიშნავს იმასაც, რომ მას თან ახლავს ის, რომ მე ქრისტიანი ვარ და მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, იმიტომ რომ ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლურ კონფესიას ეკუთვნის, ხო? და ასეთ შემთხვევაში აი ეს ზუსტად კრიზისის ეტაპზე, რომ ეს საბჭოთა კავშირში იწყება ეს დუღილის პროცესი, ბალტიისპირეთის ქვეყნები მიდიან, ანუ აცხადებენ იმას, რომ ისინი დამოუკიდებლები უნდა იყვნენ და 39-ში ისინი დაიპყრეს, მაშინ როდესაც ყველას ახსენდება, რომ ეს 21-ში საბჭოთა კავშირმა როგორ დაიწყო არსებობა და ასე შემდეგ. ეს ავტომატურ რეჟიმში ავტომატურად უკავშირდება იმას, რა ვიყავი მე მანამდე. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, სხვებისაგან განსხვავებით, სხვათა შორის ბალტიისპირეთს გამოვტოვებ, ასეთ შემთხვევაში გვაქვს ძალიან კარგი წინაპირობა, ჩვენ ვიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1918-21 წლები. ამ სახელმწიფოს ჰქონდა კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციაში ეწერა ესეთი რაღაცა, რომ რელიგია ჩვენი სინდისის საქმეა, ხო? ამიტომ თუ ჩემი სინდისის საქმეა, თუ მე მინდა რომ დავბრუნდე უკან, თუ დღესაც დგას და მოქმედებს მაშინ რამოდენიმე, მაგრამ არასოდეს არ დაკეტილა ეს ეკლესიები, ასეთ შემთხვევაში ის რომ მე ვარ ქრისტიანი და კიდევ ერთი რაღაცა ამაში კიდევ ძალიან დიდი როლი მიუძღვის იმას, რომ მიუხედავად კომუნისტების მიერ აკრძალვის, უმეტესობა ჩვენთაგანი იყო მონაცვლული. მართალია ეს არალეგალურად იატაკქვეშეთში თუ როგორ, მაგრამ იყო მონაცვლული. და საოცრება რა არის, იცით, რომ კვლევები გვიდასტურებენ რელიგიურობის ფსიქოლოგიაში შესრულებული კვლევები, რომ ცალკე უნდა გამოვყოთ ის ჯგუფი, რომელიც იმისათვის თუ ჩვენ გვინდა რომ რელიგიურ მორწმუნეებზე ვილაპარაკოთ, ჩვენ უნდა გამოვხშიროთ ამ ჯგუფისაგან ისინი, რომლებიც გეუბნებიან რომ მორწმუნეები არიან, მაგრამ საეკლესიო კი არა და რელიგიური რიტუალი შეუსრულებიათ მხოლოდ დაბადებისას, ქორწინებისას და გარდაცვალებისას. და თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ, ხო? ეხლა გარდაცვალებისას პანაშვიდის არ მოგახსენოთ, ან წესისაგების არ დაბადებისას ან მონათვლა და ქორწინებისას ეს უკვე 80-იანი წლების, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების დასაწყისში ეს სტანდარტული ქცევა იყო უკვე. რომელიც ხორციელდებოდა, მაგრამ ამის ლეგალიზება რატო ვაკეთებ ამას, რომ მე ქრისტიანი ვარ, ხო? ამის ლეგალიზების საშუალებას იძლევა ზუსტად ეს 80-იანი წლების ბოლო 90-იანების დასაწყისი, როდესაც ხდება ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ნაციონალური საკითხის წამოწევა, ეროვნულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებლად გულისხმობს კიდევ ამ რელიგიური რწმენის მიბმას, ანუ ვის ვეკუთვნი. ამიტომ ეს 200 მილიონი ადამიანი ერთბაშად მოექცა და დაუბრუნდა თავის ძველ
ისტორიულ წიაღს თუ შეიძლება ასე ითქვას და ასე და ამდაგვარად აღმოჩნდით ჩვენ რაღაც კოლექტიური მოქცევის ხილველნი, ოღონდ ამ კოლექტიურ მოქცევას მე ვიტყოდი უფრო პოლიტიკური და ერის სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონტექსტი აქვს, ვიდრე მისი რეალური მოქცევა სარწმუნოებაზე. და ამას ძალიან კარგად აჩვენებს თუნდაც ისე ფროიდს მოვიშველიებ ერთი ილუზიის მომავლიდან. ის აკეთებს ერთ ძალიან საინტერესო გადასვლას. მართალიაო, ეხლა მსოფლიოს მე-6 ნაწილზეო მიმდინარეობსო ადამიანების საწინააღმდეგო ექსპერიმენტიო, რომლის შედეგებიც მე არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ეს ექსპერიმენტიო ათეიზმზეა ლაპარაკი. ეს ექსპერიმენტიო აუცილებლად დამთავრდებაო უდიდესი აგრესიითო. ახლა ისე აგიცხადოთ ყველაფერი კარგი როგორც იმან ეს 1927 წელს წერს ამას. ხო და დაახლოებით 70 წლის შემდეგ კი აცხადდა ეს ყველაფერი და ახლა უყურეთ სადა გვაქვს ჩვენ განსვლა. თუ აღმოჩნდება ესეთი რაღაცა, რომ მე ქრისტიანად ვიქეცი. ახლა ისე ვიტყვი, მაგრამ მე ისევ დაუბრუნდები. ქრისტიანად ვიქეცი და ქრისტიანი ვარ, ხო? ყველაზე უფრო მეტი აგრესია, რომელიც მათ მოიცვა მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე, ყველაზე ეს იყო შიდა ომები. სამოქალაქო ომები, შიდა ომები, გადარჩენისათვის, გადანაწილებისათვის ატეხილი ომები და ახლა რამოდენიმე დღის წინ იყო ეს რა ქვია, ძალიან კარგი გადაცემა პაბლო ესკობარზე და იქ იყო ერთი ესეთი დეტალი, რომ პაბლო ესკობარი ძალიან უყვარდა. ხო, პაბლო ესკობარმა პირველად რომ ნახა, როგორ თვითონაც არ იყო მაინც მდიდარი ოჯახის შვილი. მაგრამ რომ ნახა, რომ ეს ხალხი როგორ ცხოვრობდა ნაგავ საყრელზე, თქვა, რომ ის ამათ დაეხმარებოდა და მთელი მისი ყველა საშინელებების მიუხედავად აშენებული აქვს ეს უზარმაზარი სოფელი, რომელშიაც მისცა თავშესაფარი. თუმცა ეს მერე ხდება ის, რომ პოლიტიკური ის არის, რა ქვია, დამოკიდებულებას იჩენს ეს ხალხი, მას აღმერთებს როგორც ბელას და ასე შემდეგ. რატო გამახსენდა მე ეს ამბავი, რა? თუ მე ქრისტიანი ვარ, მოძმეს რატო ვკლავ? ანუ ისევ სტენლი კლარკ ჰოლთან და დაუბრუნდე. თუ მე ეს გაშინაგნებული მაქვს, მე ვერ მოვკლავ მეორე ადამიანს, იმიტომ რომ არაკაც კლავ, ხო? და შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში უკვე რელიგიურობის ფსიქოლოგია გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ რელიგია ასეთ შემთხვევაში არა ინტერიორიზირებული, ანუ გაშინაგნებული ფენომენია, არამედ სრულიად ექსტერნალიზირებული, ეს არის სოციალური როლი, რომელსაც მე თავი შევაფარე. და მე ერთი ჩემი მასწავლებელი, რომელიც ღრმად რელიგიური ადამიანი იყო, თუმცა თვითონ ამბობდა, რომ აგნოსტიკოსი ვარო, რომ დაინახავდა ხოლმე პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომელსაც ეს რა ქვია, ყოველ დღესასწაულზე ტელევიზიით აჩვენებდნენ. ქალბატონი თამარის ესეთი კომენტარი იყო, რომ ვინმე მაინც უთხრას, რომ ეს ჭადივით ხელში დაჭერა სანთლების არ შეიძლება. და ამიტომ ეს ჭადივით დაჭერილი სანთლები დღემდე გრძელდება. და ამიტომ მე მგონია ესეთი რაღაცა, რომ მე მგონია არა, მე ვეყრდნობი იმ კვლევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ ინტერიორიზაცია რელიგიური მოძღვრების, ანუ რასაც მე ვეკუთვნი, ანუ ჩემი იმედი, ჩემი პასუხისმგებლობა, რაც ამაქვს მე გატანილი და რაზედაც ვსწორდები. თუ ეს ხდება ყოფიერების ნაწილი და მე ის პასუხისმგებლობა მეხსნება, მაგრამ ეს სოციალური როლის პასუხისმგებლობით ვიფარგლები, ასეთ შემთხვევაში ეს ხდება ეს შეიძლება გახდეს მეორის დისკრიმინაციის საფუძველი. იმიტომ რომ ის მეორე ზუსტად ჩემნაირი არ არის. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ორი ადამიანი ზუსტად ერთნაირი არ არის. მეორე ორი ერთნაირად მორწმუნე არ არის. მესამე ის, ვინც მორწმუნე არ არის, ის ადამიანია. და ის რაც წერია როგორც დოგმა, ეხება არა შენნაირს, არამედ ადამიანს, ხო? არა კაცკლა.
ამიტომ აქ დგება ერთი ცენტრალური საკითხი რელიგიურობის ფსიქოლოგიაში, რაც წარმოადგენს რელიგია. ეს არის შინაგანი ღირებულებების სისტემა, რომელთანაც მე იდენტიფიცირებული ვარ და რადგან ეს ღირებულებებია, მე მათ არ ვარღვევ და არ გადავალ. თუ ეს არის სოციალურად რელატიური ცნება, რომელიც შეიძლება მოერგოს კონტექსტს. აი ეს რელიგიური მოქცევა, რომელიც მერე ტრანსფორმირდა ამ გაუთავებელ აგრესიაში და ჩავიხრჩვით ამ აგრესიაში. ჩვენ არა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები და ამ აგრესიას ეხლა უკვე მიაქ იტყოდი მთელი მსოფლიო. განსაკუთრებით ჩვენი ნაწილი აქეთ მხარე, როგორც ბრიტანიკა წერს, მცირე აზიის ნაწილი განსაკუთრებით წინა აზია და მცირე აზია, რომელშიც ჩვენც მოგვიხსენიებენ. ხო, ნუ ასეთ შემთხვევაში მთელი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ჩვენი საზოგადოება, რომელიც იყო გამოცალკევებული, რომელსაც გაუწყვიტეს განვითარების ხაზი, რომელსაც არ ქონდა რკინის ფარდის გამო შეხება კონტექსტთან, როგორც ვითარდებოდა სხვა საზოგადოებები, აღმოვჩნდით რაღაცა ესეთი ვიცოდით ბუნდოვნად რაღაცა და ეს ბუნდოვნად რაღაცის ცოდნა გახდა წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ გვეთქვა, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, მივყვებით ვართ ქრისტიანობის მიმდევრები, მაგრამ რეალურად შინაარსი არ ჩაგვედა. ამიტომ ვიმეორებ, ეს არ ეხება მარტო საქართველოს. ამიტომ ეს რელიგიური მოქცევა მე სხვას ვერაფერს ვერ ვხედავ, თუ არა პოლიტიკური იდენტობის ჩამოყალიბების ერთ-ერთ ატრიბუტს, რომლის გამოც ეს 260 მილიონი ათეისტი ერთბაშად მოექცა 260 მილიონ მორწმუნედ. დიახ, აი თქვენმა სიტყვა მოიტანა პირდაპირ და მე ძალიან მოკლედ და ლაკონურად ჩამოვაყალიბებ შემდეგ საკითხს. ეს არის მორწმუნის, ანუ ვიღოთ ქართველი მართლმადიდებლის ფსიქოლოგიური პორტრეტი. აი ეს თუ შეგვიძლია რომ აღწეროთ. ხო, ნუ ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არა ქვია. ლიტერატურა მართლმადიდებლებზე ესეთი კვლევა ფსიქოლოგიაში, ნუ შემიძლია ეს ნამდვილად თქვა, რომ ეს პირველი კვლევა იყო. რომელიც მარტო მე არ გამიკეთებია, ამაში უდიდესი დამსახურება მეუძღვით 1985 წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსს დამთავრებულებს, რომლებმაც ეს იყო 9 ადამიანი, რომლებმაც დიპლომები აიღეს ზუსტად ამ მიმართულებით. ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული სამუშაო. ნუ ჩავთვალოთ, რომ ეს იყო დღევანდელი გადასახედიდან 5 წლიანი, ვისაც აქვს დამთავრებული, ის ფაქტობრივად მაგისტრია. და ეს იყო ძალიან სერიოზული კვლევები ჩატარებული ამ მიმართულებით, ამიტომ მათ ახლა ერთჯერ კიდევ უხდი მადლობას და მე განსაკუთრებით მახარებ და ის, რომ ესაც მათ გაქონდათ უკვე საერთაშორისო კონფერენციებზე თავიანთი მასალა, ანუ შემიძლია გითხრათ, რომ 99-ში რომის კონგრესზე, ევროპის ფსიქოლოგთა კონგრესზე, ჩვენი ქვეყნიდან გაგზავნილი დაახლოებით 150-მდე სხვადასხვა 150-მდე აბსტრაქტისა სულ არჩეული იყო 9. და აქედან 3 იყო ზუსტად ამ კვლევაში მონაწილე სტუდენტის. ნუ მათი ნებართვის გარეშე მე ვერ ვიტყვი მათ კონკრეტული სახელებსა და გვარებს, ვინ იყვნენ არჩეულები. მაგრამ თითოეული მათგანი მოხსენებულია ლიტერატურის ჩამონათვალშიაც, იმიტომ რომ ჩვენ ერთობლივად სტატიების კრებულიც გავაკეთეთ. მოკლედ, მე არ გავაგრძელოთ, ეს არ არის ერთი ადამიანის დამსახურება. ეს არის კვლევითი ჯგუფის, რომელსაც ყავდა ეხლა რასაც ეძახიან PI, Principal Investigator, ანუ წამყვანი მკვლევარი, დანარჩენები იყვნენ მაგისტრები, რაც ნიშნავს იმას, რომ ამისი გაკეთება შეიძლება ყოველთვის და შემიძლია გითხრათ, რომ რამოდენიმე მათგანს მოქონდა ისეთი იდეები, რომ ეუბნებოდა ჩამოწერა თუ შეიძლება, ეგ არის 30 კაციანი კვლევითი ინსტიტუტის 15 წლიანი სამუშაო გეგმა. იმიტომ რომ როცა ახალი თავი მოდის, ის სხვანაირად ხედავს, რაც ადრე არ მოსვლია არავის თავში აზრად.
მოკლედ, ბევრი არ გავაგრძელოთ, ეს ჩვენი თავზე ხელაღებული იდეა, იმის შესახებ, რომ შეგვესწავლა ეს მართლმადიდებლები. წამოვიდა იქიდან, რომ არსებული ლიტერატურა არის კათოლიკებზე, პროტესტანტებზე, მუსლიმებზე, იუდაველებზე, არაფერს ვლაპარაკობ კულტურულ კვლევებზე, რომელიც ცალკეულ იმებზე არის გაკეთებული, მცირე ჯგუფებზე და ასე შემდეგ. და მართლმადიდებლებზე არაფერი არ არის. მართალია ვაპროსი სოციოლოგიის საკითხები, რომელიც გამოდიოდა საბჭოთა კავშირში, არის იქ კვლევები გაკეთებული, მაგრამ იქ ძირითადად იმიტომ ვთქვი, რომ ეს კვლევა არის პირველი კვლევა, რომელიც იდეოლოგიური წნეხისაგან არის თავისუფალი. ამაში ჩემი დამსახურება არაფერი არ არის, უბრალოდ საბჭოთა კავშირი დაიშალა და აუცილებელი მოთხოვნა და რიტუალი შესასრულებელი არ იყო. და იქ რაც წერია აი აქ ჩატარებულ კვლევებში, იქიდან თქვენ ვერ ისარგებლებთ, იმიტომ რომ იქ ზუსტად ის წერია, რომ 90% არის არამორწმუნე და ეს 10% არის ვიღაცა უცნაური ხალხი, რომელიც რატომღაც მორწმუნეა, ძირითადად სხვა შორის კარგი მას აკეთებენ, ხა გენიშნებათ. რომ ძირითადად ესენი არიან მოხუცები, მათ აქვთ სერიოზული ფსიქიკური პრობლემები, ალკოჰოლიზმია მაღალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი არ გავაგრძელოთ. ის, რასაც მე ახლა ვიტყვი, ეხება 30 წლის წინანდელ მონაცემებს. ამიტომ მათი განზოგადება დღევანდელ დღეზე ცოტათი პრობლემურია. ანუ, აქ არის ორი საკითხი. პირველი, ჩვენ გავზომეთ მაშინ რელიგიური ორიენტაციის სკალა, ანუ გავზომეთ რამდენი როდესაც ადამიანი სხვა საზომი მორწმუნეობისა ჩვენ არ გქონია, გარდა იმისა, რომ ვეკითხებოდი, თქვენ თავს მიაკუთვნებთ მორწმუნეს თუ არა? პასუხი იყო დიახ, არა. ახლა ლაპარაკი იმის კვალობაზე, რომ ახლა ეს არ ნიშნავს მორწმუნეობას, ახლა მაშინ ცალკე გადაცემა უნდა გავაკეთოთ, რატო ნიშნავს ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩემს მიერ სახელდება იმისა, მე ვარ მორწმუნე თუ არა, ახლა თქვენ გარედან საზომი არ გაქვთ ამისი. ყოველ შემთხვევაში ფსიქოლოგიაში არ არის ამის საზომი. ხო და შესაბამისად ის ადამიანი, ვინც გვეუბნებოდა, რომ მორწმუნე ვარ, ჩვენ ვცდილობდით, რომ კი ბატონო ხარ მორწმუნე. ეხლა ჩვენ ვაძლევდით გორდონ ოლპორტის სკალას, რომელიც ზომავს რელიგიურობას როგორც ინტერიორიზირებულ ფენომენს, ანუ გაშინაგნებულს და რელიგიურობას როგორც სოციალურ ფენომენს. და ვიკვლევდით ესენი რომელ კატეგორიას ეკუთვნიან. და პარალელურად ვიკვლევდით სხვადასხვა პიროვნულ ნიშნებს, როგორც არის დაქვემდებარება, როგორც არის მაგალითად დაძლევის სტრატეგიები, როგორც არის მაგალითად ღმერთის ატრიბუტიკაში რასდებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა შედეგი მივიღეთ? და ვიკვლევდით ღირებულებებს კიდე და რა შედეგი მივიღეთ, რომ პირველი პიროვნული ნიშნების მიხედვით მორწმუნეებისა და არამორწმუნეების ჯგუფი არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. მეორე შედეგი, რომელიც ანუ ჩვენ მოვექეცით იმ ყალიბში, რასაც ემპირიული კვლევები ამდენი ხანია ადასტურებენ, უკვე თითქმის 100 წელზე მეტია, რომ პიროვნული ნიშნებით ეს ორი ჯგუფი არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. მეორე, რასაც მივაგენით, იყო ის, რომ რელიგიურობის ამ სკალაზე ჩვენ შეგვეძლო გამოგვეყო ჩვენი მონაცემების მიხედვით 4 სხვადასხვა ტიპის ჯგუფი. ერთი არიან ათეისტები, რომლებსაც რელიგიურობა არც გაშინაგნებული აქვთ, არც სოციალური როლი არ აქვთ და არიან თავისთვის. მეორე არიან პირობითად დავარქვით მას სალოსები, ანუ რომელთათვისაც სამყარო, გარეთ სამყარო რეალური სამყარო არ არსებობს. ისინი ცხოვრობენ თავიანთ წარმოდგენებში და მათი რელიგიურობა არის სრულად ინტერიორიზირებული. მესამე არიან პირობითად დავარქვით ნამდვილი მორწმუნეები, რომელთაც ძალიან მაღალი აქვთ გაშინაგნების ხარისხის და სოციალური ქმედების კოეფიციენტიც მაღალი აქვთ და მეოთხე და ყველაზე დიდი ჯგუფი გამოგვივიდა რელიგიით მოვაჭრეები, ანუ თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელთაც ძალიან დაბალი აქვთ ინტერიორიზირება ამ რელიგიურობის და ძირითადად ეს სოციალური როლის კვალობაზე აქვთ, რომ ეს უნდა შეასრულოს.
სხვათა შორის ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო და ესეც არ იყო მარტო ჩვენი აღმოჩენა, რომ ეს ადამიანები უფრო ხშირად დადიან ეკლესიაში, ვიდრე იგივე სალოსებიც კი, რომელთაც სრულიად სხვაგან ცხოვრობენ. ანუ პირველი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ შემთხვევაში აი ამ რელიგიით მოვაჭრეების ბრჭყალებში ცხადია, კატეგორია იყო ძალიან მაღალი. მეორე რაც იყო საინტერესო, ღირებულებების თვალსაზრისით სამი ფაქტორი რო ავიღოთ, ოჯახი, მე და გარემო, ანუ რაზე ვარ ორიენტირებული. მორწმუნეები და არამორწმუნეები ნამდვილად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. თუკი მორწმუნეებისათვის პირველ ადგილზე იყო ოჯახში შემავალი ქორწინება, ცხოვრების ურთიერთობები და ასე შემდეგ, მეს კატეგორია არამორწმუნეებისათვის მთავარი იყო სამსახური, საკუთარი თავის განვითარება და შემოსავალი. ანუ ეს ორი ჯგუფი კაცრად გაიყო ერთმანეთისაგან, გაიმიჯნა ერთმანეთისაგან. და გარემოსთან მიმართებაში ძალიან საინტერესო იყო, რომ ჯამრთელობა მორწმუნეებთან გადმოვიდა გარემოზე, ხოლო ემაში რა ქვია, არამორწმუნეებში ეს გადავიდა ოჯახში. დანარჩენი ეს პირველ კატეგორიაში თანმიმდევრობაში გაიყვნენ ისინი. დანარჩენი მართალი რო გითხრათ ამ სოციალური ცნობიერების თვალსაზრისით, ის რაც ეხლა სხვადასხვა კვლევებში იჩენს თავს, არანაირი სხვაობა არ იყო სხვათა შორის ტოლერანტობის თვალსაზრისით. 95-ში 30 წლის წინ მორწმუნეებიც და არამორწმუნეებიც აბსოლუტურად ერთნაირად ტოლერანტულები იყვნენ სხვის მიმართ, ანუ რომელიც არ ეკუთვნოდა მის ჯგუფს და მის მიმართ თუ ორივე ერთნაირად თან და მის მიმართ თუ აცხადებდნენ რაიმე ტიპის სოციალურ დისტანციას, ეს იყო ის, რომ ახლა მაინც და მაინც არ გამეხარდება თუ ჩემი ოჯახის წევრი იქნება. დანარჩენი მეზობელი, ესა რა ქვია, თანამშრომელი, დახმარებას აღმოუჩენ თუ აბსოლუტურად ერთნაირი იყო. აი დღეს უკვე მე ნამდვილად არ ვიცი ეს ტოლერანტობის მაჩვენებელი როგორია. მაშინ როდესაც ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პარადოქსი, რომ რელიგიური ადამიანი მაქსიმალურად ტოლერანტული უნდა იყოს, ასეთ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ემპირიულად დასტურდება. და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამ საინტერესო ეს გახლავთ ძალიან, რომ 95-ში ახლა რო გადავხედე, ქალებსა და კაცებს შორის, ასაკობრივ ჯგუფებს შორის განსხვავება იყო და უცნაური. ახალგაზრდები იყვნენ უფრო მორწმუნეები, ვიდრე შუახნის და მოხუცი ხალხი. ეხლა პირიქით არის და ქალებსა და კაცებს შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა. და რაში იყო სხვაობა? კაცები ძირითადად იყვნენ ოჯახის ღირებულებებზე ორიენტირებული, ხოლო ქალებისათვის თავისუფლება იყო უფრო მეტად მნიშვნელოვანი. ეხლა 30 წლის შემდეგ ამ გადასახედიდან რო უყურებ, ეს კვლევა რაღაცა მაშინ მიმდინარე ლატენტურ პროცესებს აღწერს. იმიტომ რომ თუნდაც ის მერე ქალების მიგრაცია იწყება, ქალები გადიან, ხდებიან მარჩენალები თავიანთი ოჯახების და ასე შემდეგ და სხვა კვლევებსაც თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ ეს უცნაური რაღაცა მაშინ, როდესაც ელოდები, რომ ქალი უნდა იყოს ოჯახის მფარველი და ასე შემდეგ, უეცრად 95-ში თავს იჩენს, რომ არა, კაცები უფრო არიან ვიდრე ქალები. ეს ეხებათ მორწმუნე და არამორწმუნეებს ორივეს. ამიტომ როდესაც ახლა რომ შევაჯამოთ. შეჯამების თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვექცევით რამოდენიმე ზოგად კანონზომიერებაში ის, რომ პიროვნული მაჩვენებლები, მახასიათებელი პიროვნული თვისებები არაფერ შუაში არ არის რელიგიურობასთან, ის, რომ ეს არის სოციალური ცნობიერების კატეგორია, ის, რომ ეს არის ღირებულებითი ორიენტაცია, რომელიც სადაც აეწყობა ჩემი ცხოვრების სტილი და ის, რომ ასეთ შემთხვევაში ეს არის კავშირში ყოველ შემთხვევაში მასთან რა ქვია, იდენტობის ჩამოყალიბებასთან. აი ამაში ჩვენ ნამდვილად ვიზიარებთ იმ საერთო მონაცემებს, რომლებიც
არსებობს რელიგიურობის ფსიქოლოგიაში. მადლობთ. აი ხა მინდა რომ ახალი კატეგორიები შემოვიტანოთ, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი და აი აქ ერთ პირად გამოცდილებას გავიხსენებდი. არ ვიცი რამდენად არის დაკავშირებული რელიგიასთან, თუმცა მაინც მოვიყვანდი მაგალითად. ესე იგი კონტაქტი მქონდა წარმოშობით ქართველთან, თუმცა დასავლეთში, ანუ ევროპაში გაზრდილ თუ აღზრდილ ადამიანთან და იმან მითხრა ასეთი რამ, საქართველოშიო ინდივიდები არ არსებობენ. ნუ რაღაც ასეთი რომ განაცხადა. ნუ ხა ეს შეიძლება გასაგებიც იყოს იგივე რელიგიურ ჭრილში რომ გადავიტანოთ, ხო? დასავლეთისგან განსხვავებით საქართველოს არც პროტესტანტიზმი არ გამოუვლია, სადაც ყველა თავის მღვდელია, ასე ვთქვათ. მე რომ გავიხსენო, იგი ვთქვათ, აი კანტის რა არის განმანათლებლობა, მისი ცნობილი ესე და ის ცნობილი ლოზუნგი საპერე აუდე, ანუ გაბედე საკუთარი გონებით მოქმედება. და აი ამ ჭრილში ისმის კითხვა, რომ მორწმუნედ ყოფნა გულისხმობს თუ არა კოლექტივისტურ გზას და საერთოდ რის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს ქართველი მორწმუნე, შეიძლება ასეც ითქვას. აი არის ისეთი ტენდენცია, ჯერ კიდევ კანტი ამბობდა, ხო, მე-18 საუკუნის ბოლოს დასავლეთის მაგალითზე განმანათლებლობამდელ ეპოქაში, რომ არიან ადამიანები, ასე ვთქვათ, მორწმუნეები, სულიერი მამები, პირები და ისინი თავიანთი სინდისის ფუნქციას, თავიანთ საზრუნო ფუნქციას გადააბარებენ თავიანთ სულიერ მამებს. ანუ სიტუაცია იქნება ისეთი, რომ ყველაზე საჭიროებო კითხვებზე პასუხს იძლევა სულიერი მამა, იძლევა შესაბამისი ორგანიზაცია და თავად ადამიანი, ინდივიდი აღარ ეძიებს ამ კითხვებზე პასუხს. ვიცი. ხო, არ ვიცი, ძალიან რთული კითხვა დამისვით ახლა. ყველა თვალსაზრისით რთული კითხვა დამისვით. ნუ პირველი თქვენი მეგობრის კოლეგა არა აქვს მნიშვნელობა. თქვენი ნაცნობის ამბავი, რომ საქართველოში ინდივიდები არ არსებობენ, უნდა გითხრათ ჩემდა სამწუხაროდ, რომ ეს ტყუილია. იმიტომ რომ ინდივიდი არსებობს იმ დღიდან, რა დღიდანაც ის მარტო იწყებს ცხოვრებას. ანუ როდესაც დედას გამოეყოფა, დაიბადა, მორჩა ის უკვე ინდივიდია და ასე შემდეგ. მე უკვე იმის გადასაწყვეტია ეს ინდივიდი თავს გადაიქცევს თუ არა კოლექტივის წევრად. თუ დარჩება ინდივიდი მთელი ცხოვრების განმავლობაში. წესთა და რიგით ნორმალური, რასაც ჩვენ ვეძახით, ნორმალურ განვითარებას და უფრო მეტიც სტატისტიკური დიაგნოსტიკური კრიტერიუმის მიხედვით 21 წლის შემდეგ თუ ვერ მოახდინეთ საკუთარი თავის გამოდიფერენცირება, ნუ ამას ჩვენ ძალიან ცუდ სახელს ვეძახით, გახანგრძლივებული ინფანტილიზმი ქვია ამას. ამიტომ ინდივიდები არსებობენ საქართველოში და უფრო მეტიც რამდენი მოქალაქეც არის, იმდენი ინდივიდია. არჩევანი მე დავრჩე თუ არა ინდივიდად. ეს არის უკვე ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ეს ძალიან მძიმე ტვირთია და ასეთ შემთხვევაში ადამიანები არჩევენ, რომ თავიანთი უსაფრთხოებისათვის ან ფსევდო დაცულობისათვის მათ აირჩიენ რაღაცა ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა. და სხვათა შორის ეს არ არის მარტო მიკუთვნებულობა, ეს არის გარკვეული იდენტობის შექმნა, ანუ საკუთარი თავის დაბრუნება როგორც ღირებული ერთეულის. იმიტომ რომ თუ მე მაგალითად ვარ რომელიღაცა ჯგუფის წარმომადგენელი, ხო? ასეთ შემთხვევაში მე თავი ღირებულად მიმაჩნია და რა მნიშვნელობა აქვს თქვენ ამ ღირებულებას კინორეჟისორთა ასოციაციას დაარქმევთ თუ ემას რა ქვია რომელიმე ეკლესიის მრევლს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, განსაკუთრებით მე, რომელიც ვახდენ რაღაცასთან იდენტიფიცირებას. ანუ თუ შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ ვართ ყველანი ინდივიდები, დგება მეორე შრე საკითხის. მე თუ ავირჩიე გარკვეულ ჯგუფთან იდენტიფიკაცია, ასეთ შემთხვევაში მომიწევს ინდივიდუალური გადაწყვეტილებების გადალაგება ამ ჯგუფის ინტერესებზე. და აქედან გამომდინარე, თუ ამ ჯგუფს აქვს გარკვეული მოთხოვნები, მე ამ ჯგუფში ის წევრად დავრჩები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე ამ მოთხოვნებს შევასრულებ. და ასეთ შემთხვევაში რელიგია, მეუნება რელიგია კი არა ასეთ შემთხვევაში გავრცელებული ისა, რომ რელიგია მე პირველი ეს არის ტრადიციების დამცველი, მეორე ეს არის გარკვეული ტაბუების აუცილებლად შემსრულებელი, მესამე ეს არის მიმღებლობა რაღაცაზე, ესეთი მკვეთრი ზღვარი გადის, რაღაცა შეიძლება, რაღაცა არ შეიძლება და ეს არის დაქვემდებარების მექანიზმი.
რომ ვიღაცა თუ იტყვის და ის ვინც ავტორიტეტია, მე არ შეიძლება კითხვის ნიშანი გამიჩნდეს. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ თქვენ რაც ბრძანეთ წმინდა მამების ემედან რა ქვია ცხოვრებიდან. ვაით ესე ვთქვათ, მე მგონი ნეტარი ავგუსტინე, იმიტომ არის ნეტარი ავგუსტინე, რომ ყველა კონფესიისა, დენომინაციის აღიარებაა, ხო ეს მისთვის. ჯერ არც სქიზმაა და არც არაფერი. ფსიქოლოგების გარკვეული ნაწილი, რომელთაც მეც ვეკუთვნი, ამბობს, რომ ფსიქოლოგიის ისტორია იწყება ნეტარი ავგუსტინეს აღსარებებიდან. რატომ? იმიტომ რომ ეს არის პირველი მცდელობა მეს ობიექტივაციის. ანუ ის, რომ ეს ადამიანი და წმინდა მამა ცდილობს, რომ საკუთარი თავი გამოადიფერენციროს, მიუხედავად იმ ავტორიტეტისა, რასაც ის ფლობს, და საკუთარი თავი გაიაზროს მასთან, ღმერთთან მიმართებაში, გულისხმობს იმას, რომ მას თავისი ინდივიდუალური ხმის გაგონება უნდა. ეს ერთი და მეორე არსებობს ეგრეთ წოდებული დაყუდებული ბერობის ინსტიტუტი, ხო? როდესაც მე მთლიანად ვეცლები, სიმონ მესვეტე არის კლასიკური მაგალითი, ეს შვედზე იყო. როდესაც მე მთლიანად გავედი აქედან და მე უყურებ მხოლოდ ჩემ თავს და მე მას ვიაზრებ. ანუ როგორ ვთქვა, ქართულ სინამდვილეში რო გადმოვიტანოთ, ხო? ეხლა შეიძლება მე შთაბეჭდილებები მაქვს გამოყოლილი, მაგრამ ის ვინც ტაო-კლარჯეთში ყოფილა, სრულიად გაუგნებული რჩება ჩემის აზრით, იქ რასაც ნახულობს და განსაკუთრებით იმას, რასაც გრიგოლ ხანძთელი აკეთებს. და იწყებს საიდან? ხანძთის მონასტერიდან, ხო? სადაც სამნი აშენებენ ამ ხანძთას, მანამდეც კი იყო, მაგრამ და ქმნის მთელ სისტემას, რომელზედაც ფაქტობრივად ეფუძნება მერე მთლიანი საქართველოს იდეა. ანუ, ასეთ შემთხვევაში ავტორიტეტი არის ორგვარი. ავტორიტეტი, რომელიც არის ინდივიდის წარსულით შექმნილი გარკვეულ სისტემაში და მეორე, სისტემის მომხმარებლის მიერ ავტორიტეტი გადმოტანილი სხვაზე. ამიტომ არის ნეტარი ავგუსტინე, გრიგოლ ხანძთელი და სიმონ მესვეტე მხოლობით რიცხვებში და ამიტომ არის ძალიან ბევრი ეკლესიის მსახური მრავლობითში, რომელიც ცდილობს არა თვითონ შექმნას ავტორიტეტი, არამედ სხვისი ავტორიტეტიც ისარგებლოს იმისათვის, რომ ეს ჯგუფი ან სოციალური ერთობა შეინარჩუნოს. და ახლა მაგის კვალობაზე ხშირად ჩნდებიან გარშემო, ასე ვთქვათ, წვრილ-წვრილი მესიანური შინაარსით დატვირთული სექტები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ქვენა ზრახვებისათვის გამოიყენონ ადამიანები, რომლებიც ეძებენ ავტორიტეტს და ასე ვთქვათ, რიტორიკის გარკვეული ხერხებით და იმით, რომ ადამიანებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა თვითონ ამ რელიგიური მოძღვრებების შესახებ, ისინი ქმნიან თავიანთ პატარა მოძღვრებებს და იქვემდებარებენ ადამიანებს. გვამადლობთ თქვენი დიფერენცირებული მიდგომისთვის, იმიტომ რომ რამდენადაც მე გამოვიცანი, თქვენს ნასაუბრებში ერთმანეთისგან გაიმიჯნა, ხო, ერთი მხრივ, ავტორიტეტის პოზიტიური გაგება, მნიშვნელობა და ფუნქცია, ხოლო მეორე მხრივ რაღაც რაც უარყოფითთან არის დაკავშირებული. ეხლა ჩემი შემდეგი კითხვაც და საკითხი, რომელსაც წამოვჭრით, ალბათ ამისი უშუალო გაგრძელება იქნება. დიალოგურობაზე მინდა ვისაუბრო და საერთოდ დიალოგის მნიშვნელობაზე. მე პირადად რასაც ვაკვირდები, ქართულ საზოგადოებაში ავიღებთ მის მორწმუნე ნაწილს თუ მის ურწმუნო ნაწილს, დიალოგის დეფიციტია. მაგალითადაც შეიძლება მოვიღო, ისე უშუალო გამოცდილებიდან ჩვენ, როდესაც ეს გადაცემა დავიწყეთ, ჩემი იდეა ასეთი იყო, რომ გადაცემას ქონოდა დიალოგის ხასიათი და ეს არ ყოფილიყო მშრალი ინტერვიუ. და ახლა ეს დიალოგის ხასიათი რაში უნდა მდგომარეობდეს? ეს უნდა ყოფილიყო გაცვლა, გაზიარება და შეხვედრა სხვადასხვა პერსპექტივების, სხვადასხვა თვალსაზრისების, ამათი შეხმიანი
გაერთიანება ერთმანეთთან და მერე შედეგად გამდიდრება. და ხშირად ისე არის ხოლმე, აი მაყურებლის მხრიდანაც, აი რას ელის, რას მოითხოვს მაყურებელი, რომ კითხვა დაისვას ძალიან მოკლედ და სწრაფად და ისინი არიან მზად და ელიან იმას, რომ მოპასუხისგან, ასე ვთქვათ, მიიღონ პასუხი, მოპასუხი არის ავტორიტეტული ფიგურა, ეს პასუხი ჩაიბეჭდონ გონებაში და ამით დამთავრდა. ანუ მე იმას არ ვამბობ, რომ ავტორიტეტი ცუდია, ასე ვთქვათ. პირიქით, თქვენს გამოკვეთეთ ეს პოზიტიური ფუნქცია, მაგრამ ჩემი აზრით, აი ავტორიტეტის აზრთან და პერსპექტივასთან დაკავშირებითაც შეიძლება კითხვები იღვიძებდეს მაყურებლის გონებაში და რასაც მე ხშირად ვამჩნევ ხოლმე, აი ჩვენ საზოგადოებაში ხშირად არის დაუსაბუთებელი ახტაცება და ასევე დაუსაბუთებელი ანტიპათია რაღაცეების მიმართ. და არ ვიცი, პირადად მე ასეთ რამეს ვიტყოდი, რომ ზოგადად დიალოგური კულტურა, რაც უფრო დამკვიდრებულია საზოგადოებაში, ხო, მით უფრო განვითარებული და განათლებულია ეს საზოგადოება და თქვენ როგორ ხედავთ თავად, აი ჩვენ საზოგადოებაში დიალოგურობის, არ ვიცი, მომენტს, წილს, ან განვითარების დონეს? ხო, თქვენ უკვე უპასუხეთ ამ კითხვას, იმიტომ რომ მე ორიგინალური არ ვიქნები, მე მგონია, რომ ძირითადი პრობლემა განათლების დეფიციტია. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში, აი ახლა კი ნამდვილად შემიძლია გავიხსენო ჩემი ქართულის მასწავლებელი, ქალბატონი თინა თინთევზაძე, რომელმაც მე ვხუმრობ, მაგრამ ჩემი კლასელების და პარალელ კლასელების დამეთანხმებიან. ამ ქალმა გაგანია საბჭოთა კავშირის დროს შემოვიდა მეოთხე კლასში, ხო, მეექვსე კლასში გვასწავლა განცხადების წერა, CV-ს, რასაც CV-ს ვეძებ, ბიოგრაფიის წერა. გვასწავლა იმისი, რა ქვია, დასაბუთების წერა, რაღაცის დასაბუთება. როგორც მე ვხუმრობ, ერთადერთი ანდერძის წერა არ ვსწავლებ, იმიტომ რომ მეექვსე კლასში ეს ალბათ ზედმეტი იქნებოდა და ყველაზე მთავარი რა იყო კიდე იცით? როდესაც ის გვაძლევდა თავისუფალ თემებს დასაწერად. მაგალითად, დავალება იყო ესეთი 10 წინადადებისაგან დაწერეთ პატარა მოთხრობა არსებითი სახელის ყველა ბრუნვაში გამოყენებით. ეს იყო მაშინ, როცა გავდივით მერვე კლასში, უკვე გრამატიკის ბოლოსკენ, როცა მივდივით, გვაძლევდა თავისუფალ თემებს, რასაც ახლა არგუმენტაციულ ესეს ეძახიან. და ძირითადი რა იყო, იცით, რომ შენ რო დაწერდი შენ არგუმენტაციას და მეორეს რო ქონდეს საწინააღმდეგო არგუმენტაცია, გვაცვლევინებდა როლებს და ჩვენ უნდა დაგვეცვა მეორის არგუმენტი. ამიტომ მოსმენის კულტურა მე მასწავლა მასწავლებელმა. და ისიც რომ აზრი განსხვავებული შეიძლება იყოს, ესეც შემშობლიურ ენაზე ვისწავლე. და აქედან დასკვნა იცით რა არის, რომ კარგი სკოლა კარგი მასწავლებელია. იმიტომ რომ არანაირი წინაპირობა და მოთხოვნა არ ქონდა თინა თევზაძეს, ჩემთვის ესეთი რამეები ესწავლებინა სკოლაში, საბჭოთა სკოლაში. მაშინ, როდესაც მე უნდა მქონოდა სრული ინდოქტრინაცია, იმისა, რომ რასაც მე უნებოდნენ, ის უნდა გამეკეთებინა, ხო? ამ ადამიანმა ყოველ შემთხვევისათვის 75-ში ვინც დავამთავრეთ, 90 ბავშვს გვასწავლა მოსმენის კულტურა და სხვისი აზრის გაგების კულტურა, ისე რომ რაციონალური არგუმენტაცია ქონოდა. ანუ მე ისე თქვა მინდა, როცა ვამბობ, რომ განათლების დეფიციტია ეს ყველაფერი. ის რომ აზრი თავისუფალია, ის რომ აზრი ნებისმიერი ფორმით წარმოდგინდეს და ის რომ ამ აზრს მარტო იმიტომ რომ ეს აზრია და არა გაკეთებული საქმე, არსებობის უფლება აქვს, ჩვენ ამის შესახებ ან არავის არაფერი არ ვთქვამს. ან კიდე გონია აი ეს გახანგრძლივებული ინფანტილიზმი რა ვთქვი. ან კიდე გონია რომ მე რასაც ვამბობ, ეს არის უდავო ჭეშმარიტება. თქვენ ბრძანეთ რომ უყვართო ავტორიტეტების ასე ვთქვათ მიღება, მათი ნათქვამის და მათი აპელირება. დავიწყოთ იქიდან რომ ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანსაც უნდა ეგონოს რომ ის ავტორიტეტია. და უნდა იძლეოდეს მზა რეცეპტებს. მზა რეცეპტები არ არსებობს. იმიტომ რომ ყველაზე უფრო საინტერესო და სახალისო არის ეს გზა
ძიების გზა, რომ კიდე როგორ შეიძლება, რა ვერ დავინახე, როგორ ვერ დავინახე და ისე. ამიტომ ერთი ავტორიტეტი რას იტყვის, ეს არნიშნავს, რომ ეს მისი მოსაზრებაა და მორჩა გათავდა. და პირველი, რასაც მე ვასწავლი ჩემს სტუდენტებს და ყველას, იმიტომ რომ მე მეცნიერებაში ვარ. მეცნიერებაში ავტორიტეტები არ არსებობენ. და ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, რომელიც ამის ყველაზე კარგ დასტურს აკეთებს, არის ზიგმუნდ ფროიდი. თან დასტური რა თქმა უნდა ჰერმენევტიკას იყენებს ის როგორც მეთოდს. კი ურევს ხანდახან საბუნების მეტყველს, მაგრამ მისი თეორია წმინდა ჰერმენევტიკაა, ხო, ინტერპრეტაცია. ამ ადამიანის შრომას რო წაიკითხავთ, რომელიც დაწერილია 1903 წელს და 1933 წელს 30 წლის შუალედით ვერ იტყვით, რომ ეს ერთი და იგივე ავტორის დაწერილია. იმიტომ რომ ის ახდენს თავიდან რეფლექსიას და გადააზრებას. ცვლის ცნებებს. არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს ცვლის, მაგრამ ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ აზროვნება ცოცხალი პროცესია. და იგივე მაგალითად ამ წიგნზე რო ავიღოთ, ხო? ამ წიგნში მოყვანილი დასკვნები არის 1995 წლიდან საუკეთესო შემთხვევაში ბოლოს 2008-ში თუ 7-ში გამოვიდა 15 წლის, ესე იგი 2010-ში თუ 11-ში სპეციალური ნომერი დაეთმო პიროვნების და სოციალურ ფსიქოლოგიაში, რელიგიის ფსიქოლოგიაში შესრულებულ კვლევებს. და კანონზომიერებები, რომელიც ჩვენ გვაქვს აქ მიღებული, ხო, 30 წლის, 15 წლის შემდეგ ერთ-ერთში იგივე კანონზომიერებები დაედონ და ურეკე ჩემს ემეებს, რა ქვია, ძველ სტუდენტებს და უთხრა, რომ შეგვიძლია მეთქი, ახლა თავისუფლად დავიხუროთ კუდი, რაღაცა ჩვენმა შედეგებმა 15 წელი გაძლო მეთქი. მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ამას რევიზია ჭირდება, იმიტომ რომ ჭირდება უფრო დახვეწილი მეთოდოლოგია, უფრო სწორი დიზაინი და მიმართებების დადგენა რა არის ცვლადები, მედიაციური, შუალედური ცვლადები, რომელიც მაშინ არ დაგვითვლია. მაშინ არ არსებობდა ეგეთი დახვეწილი დიზაინი და დამუშავების შესაძლებლობა. ეხლა არსებობს. ამიტომ ის რაც იყო 30 წლის წინ, დღეს ჩვენ არაფერს არ გვეუბნება, გარდა იმისა, რომ 30 წლის წინ აქ ეს მდგომარეობა იყო. ეხლა ვნახოთ ეხლა რა მდგომარეობა და მე უკვე ინტერპრეტაციის და თავისუფალი აზრის ასპარეზი იშლება, როგორც დააკავშირებთ ერთს მეორესთან. ამიტომ თქვენ კითხვაზე პასუხი ესეთია, შორს არ წავალ. სოკრატეს მეთოდი დღესაც დიალოგის, დღესაც რომ კრიტიკის არა, ეჭვის ქვეშ დგება. ეს უბრალოდ ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ დიალოგურ მეთოდში ჩართვა ან სოკრატე უნდა გეждდეთ წინ. ან ორი სოკრატეს მოსწავლე უნდა იჯდეს ერთმანეთის პირისპირ. ან კიდევ ეს უნდა იყოს თავისუფალი ადამიანები, რომლებიც აღერიარებენ მეორის სრულ თავისუფლებას და იმის უფლებას, რომ მათ სხვადასხვა აზრი შეიძლება ქონდეთ. ამიტომ ეს შემიძლია გიპასუხოთ მეტი არაფერი. ჩემი აზრით ესეც კარგი შეხმიანების ჟესტი იყო და არ ვიცი, ჩემი მხრიდან თუ მოგუფლება, ასე ვთქვათ, ჩემი წარმოდგენის თუ შეხედულების გამოხატვის თქვენც თავად რაღაც ნიმუში ხართ, ხო? ერთი მხრივ სიმტკიცის, ხოლო მეორე მხრივ მაგალითი ასე შეიძლება ითქვას, ხოლო მეორე მხრივ მაძიებლობის. და მეც რაც მინდოდა ამ ჩემი კითხვის სახით, ამისკენ მოწოდება ერთი მხრივ ავტორიტეტის პოზიტიური ფუნქცია, რაც გამოიხატება მათ შორის მის სიმტკიცეში, მის მედეგობაში, რაღაც ის აღმშენებლობასა და საფუძვლის ჩაყრაში, მაგრამ ამ აშენებულის მიუხედავად მუდმივ მზადყოფნაში გახსნას ეს საზღვრები და იპოვოს და აღმოაჩინოს და ასე ვთქვათ შემოიტანოს უკვე არსებულში რაღაც ახალი. რა ვიცი, მე თუ ძალიან დიდი მადლობა ესეთი კომპლიმენტისათვის, მაგრამ დავაზუსტებ. მოწოდებაც გავაკეთე. მოყურებლის. დავაზუსტებ იმ თვალსაჩინოდ, რომ ეხლა ზედმეტ იმას არ დავეწყებ თავდავლობას. გარკვეულ რაღაცეებში მე ვთვლი, რომ არ ავტორიტეტი. ოღონდ ეს ავტორიტეტი არის ჩემს მიერ არჩეულ აკადემიურ სფეროში. სხვა რამეში მე ავტორიტეტი არა ვარ. ხოლო რაც შეეხება სიმტკიცეს, ეს არის ის ღირებულებები, რომელიც მე როგორც ერთ ადამიანს მაქვს და მე ზუსტად ვიცი ერთი რაღაცა, რომ არსებობს წითელი ხაზები,
რომლის იქითაც მე ვერ გადავალ. და არა იმის გამო, რომ მე რომელიმე ავტორიტეტს ვემორჩილები. არამედ იმის გამო, რომ ეს არის ზღვარი, რომლის იქითაც ჩემთვის ადამიანის სახე აღარ არსებობს. და სიმტკიცე ჩემის აზრით ასეთ შემთხვევაში არის ის, რომ თუ მე ვიღაცა მეტყვის, რომ წავდე და ახლა შენი მშობლები დახოცე, მე წყნარფრინად შევხედავ ამ ადამიანს, ხრებს ავიჩიჩავ და წამოვალ. ისე რომ როგორ გითხრათ, აი რაშიაც ეჭვი არ გეპარება, ხო? და აი ის განცდა, რომელშიაც ეჭვი არ გეპარება, არის მაგალითად ის, რომ ახლა ვიღაცამ გითხრათ, რომ თქვენ არ ეკუთვნით თეთრკანიანთა რასას. არგუმენტაციას დაიწყებთ. მე მგონი არ დაიწყებთ, ხო? გაგეცინებათ და წამოხვალთ. რატო? იმიტომ რომ ამ ფრაზის იქით თქვენ არ იცით რა უპასუხოთ ახლა ამ ადამიანს და განცდა იმისა, რომ ეს არის სრული სიცრუე, რომელიც მომართულია თქვენს მიმართ როგორც ნეგატიური, არ ვიცი რა კონოტაციითაც გინდა იყოს, ხო? თქვენ არ გეხებათ არანაირად. აი ეს წითელი ხაზები არის ის, რომლის გადალახვის შემდეგაც ადამიანის სახე ჩემთვის აღარ არის და ამიტომ მე ამ წითელ ხაზს ვერ გადავლახავ. და ალბათ ეს არის ღირებულება, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნარჩუნებს თავის ინდივიდუალურ სახეს. ჩემის აზრით ეს ახლა კაი იდეა დამებადა. ჩემის აზრით იდენტობის განსაზღვრებისას უნდა უარყოფითი კონოტაციით რო შემოვიტანოთ, ხო არის იდენტობას განსაზღვრავენ ეს არის. აი სად აღარ არის იდენტობა, თუ უარყოფითი კონოტაციით შემოვიტანოთ და გავაკეთებთ დებულებების ჩამონათვალს, შეიძლება დავიჭიროთ სად აღარ არის იდენტობა, რომლის იქითაც ვეღარ გადავდივართ. მიხარია თუ ახალი იდეა დაგებოდათ. აი თქვენ ახსენებდით, მინდა ამას დაუბრუნდეთ და თანდათან ფინალისკენ წავიდეთ. 1995 წლის კვლევას, რომლის მიხედვითაც აი მორწმუნეებსა და არამორწმუნეებს შორის ისეთი პარამეტრის მიხედვით, როგორიც არის ეს პოლიტიკური მოლოდინები და განწყობები, განსხვავება არ არსებობდა პრინციპული. ეხლა ვითარება, რომ მე ასე ვფიქრობ, რომ შეცვლილია ამ თვალსაზრისით და აი მასაც მოკლედ რომ შევეხოთ პოლიტიკურ იდეოლოგიასა და ან პარტიულობასა და რელიგიურობას შორის ჭიდრო გადაჭდობილობას თუ გადაჯაჭვულობას. ხო, იცით რა არის, ახლა ამაზე რაღაცა სპეციფიკური კვლევა მე არ ჩამიტარებია და არც თვალი მიმდებნებია იმისათვის, რა ქვია, კვლევებისათვის. ბოლო კვლევა მე რაც ყველაზე მეტად ამაყელვა, ეს იყო ინგლეჰარტისა და ვეცელის შრომა მსოფლიო ღირებულებების კვლევის შესახებ, სადაც მათ ძალიან სქემატურად, მაგრამ დაალაგეს ეს ღირებულებები, მთელი 87 თუ ეს არის 2018-20 წლების, 17-20 წლების ტალღა, მე-7 ტალღა, საქართველოს 5 ტალღაში, არა, 3 ტალღაში მონაწილეობდა თუ 4 ტალღაში, მეტში არა. და ეს ამ ბოლო ტალღაში მონაწილეობდით და მათ მთელი ეს საზოგადოებები დაყვეს 4 კატეგორიად, უბრალოდ 2 ღერძზე დაალაგეს. ერთი არის ზუსტად თქვენ რაც გაინტერესებთ ინდივიდუალიზმი, კოლექტივიზმი და ანუ ტრადიციულობა და მეორე არის თვითგადარჩენა თუ განვითარება. და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ისლამურ ქვეყნებთან უფრო ახლოსა ვართ, ვიდრე სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებთანაც კი. ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ძირითადი ორიენტირი არის გადარჩენაზე და ტრადიციულ ღირებულებებზე. ხოლო ეს კი ნიშნავს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში ავტორიტარიზმზე, ნაციონალისტურ იდეებზე, ვითომ კონსერვატულ შეხედულებებზე ჭარბობს ამ საზოგადოებაში. ეს არის 20-20-ის შედეგებით. ანუ არც ძალიან ახლოს არის რა ეს აკავრობას. ეხლა რაც შეეხება იმას, რა ქვია, ეკლესიასა და პარტიულობას, ანუ მოქმედ ხელისუფლებას შორის ურთიერთობას. ამას მეკითხებით? თუ უფრო უფრო ზოგადად დავსვი მეკითხვა, მაგრამ ეს კონკრეტიზაცია. ხო, არა, კი ბატონო, ზოგადად გადავიდეთ, სახელმწიფო რელიგიაზე უკვე მოგახსენეთ და ანუ ამ წუთას ინიციატივა რა ახლა მართლმადიდებლობა გახდეს სახელმწიფო რელიგია, რბილად რო ვთქვათ, ყავლმოჭმულია. ანუ დროგასულია. იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში ესეთი რაღაცა არ არის რა.
დავიწყოთ აქედან. მეორე, შეუძლია თუ არა ხელისუფლებას და ასეთ შემთხვევაში ამ ხელისუფლებას არ გულისხმობ, ნებისმიერ ხელისუფლებას ეკლესია გამოიყენოს პოლიტიკური იარაღად. ფაქტია შეუძლია. ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ საბერძნეთი და მათი პოლკოვნიკების მმართველობა. სამხედრო გადატრიალებას გულისხმობ. 70-იან, ხო, 70-იან წლებში. 70-იან 50, აღარ მახსოვს, მოკლედ ერთი სიტყვით. და რაც შეეხება ჩვენს სიტუაციას, ასეთ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ შეთავაზება ის, რომ მართლმადიდებლობა გახდეს სახელმწიფო რელიგია, ძალიან ადეკვატურად იყო არიდებული თვითონ ეკლესიის მიერაც, იმიტომ რომ ეკლესია ამ წუთას არის პოლიტიკური აქტორი და ეს პოლიტიკური აქტორი ის გახდა კონკორდატის ხელმოწერის შემდეგ და ეკლესიას ნამდვილად არანაირი სურვილი არ ექნება თავისი რეალური პოლიტიკური აქტორობა ჩაანაცვლოს ერზაც, ანუ ფსევდო, რა ქვია, რეგალიებით. ამიტომ ეს იყო ძალიან რაციონალური გადაწყვეტილება. ეკლესია ინსტიტუციაა სხვათა შორის. ზუსტად ისეთივე, როგორც მაგალითად იუსტიციის სახლი. ზუსტად და ოღონდ იქ სხვა იერარქია, მაგრამ ის, რომ ინსტიტუციას სჭირდება თავისი გავლენის გაფართოება, ან შენარჩუნება, ან კიდევ ზრუნავს მის არ შემცირებაზე, ეს ინსტიტუციური წესია. ამიტომ ყალბი რეგალიების შეთავაზებით, მაშინ როდესაც ის ამ წუთას ინგლეჰარტის კვლევას თუ დაუჯერებთ, ფაქტობრივად მართავს საზოგადოებას, იმიტომ რომ ტრადიციული ღირებულებები გადარჩენაზე ორიენტირება და გადარჩენა არ გულისხმობს მარტო ეკონომიურ გადარჩენას, გადარჩენა გულისხმობს, რომ მე გადავრჩე. უკიდურესად ესა რა ქვია, ტრადიციული ღირებულებების ერთგულება, იმიტომ არის, რომ საცილო გახდეს ყველაფერი იმ თვალსაზრისით, რომ ახლა თიულ კაცს მასწავლი დედა, მამა. ანუ განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა Facebook-ზე, ან კიდევ კასპში ერთ სქესიანთა ქორწინებაზე. ანუ ჰაერში გასროლილი ფრაზებია ეს, იმიტომ რომ ეს საზოგადოება თუ მე ვიტყოდი, რომ 95 წელს ბევრად უფრო იყო ინდივიდუალისტურისკენ ეს საზოგადოება, ვიდრე დღეს არის. დღეს ჩვენ უკიდურესად ტრადიციულ საზოგადოებას ვეკუთვნით და ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ არ გვეძლევა, ქვეყანას არ ეძლევა ეკონომიკური განვითარების საშუალება. ჩემი ფრაზა არ არის. პიროვნებად ქმნის ადამიანს კერძო საკუთრება, უილიამ ჯეიმსი ამბობდა ამას, კერძო საკუთრება, სადაც ის სრული სუვენერია და აკეთებს იმას, რაც მას უნდა. აი ეს სუვენერობა, ხო, რომ სუვერენი ვარ მე რაღაცის. აი ეს განცდაა დაკარგული. და აქედან გამომდინარე, კი, მე რაღაცის მფლობელი ვარ, მაგრამ ეს გაუფასურებული, ამას არანაირი ფასი არ აქვს. იმიტომ რომ მე განწირული ვარ, ვიღაცამ უნდა ჩამყლაპოს. და აქედან გამომდინარე, რაზე ვარ ორიენტირებული, რომ მე ჩემი ოჯახი მაინც ვარჩინო. და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ცვლილება ჩემთვის საფრთხის მომტანია. იმიტომ რომ მე ამის უკან არ ვდგევარ, როგორც მე ერთეული პიროვნება. და აქედან გამომდინარე, ამ წუთას ჩვენ ძალიან სერიოზული ანალიზი გვჭირდება, რა ტიპის საზოგადოებაში ვცხოვრობთ. და დავაბრალებთ ყველაფერს ეკლესიას. ეკლესია არის ჩვეულებრივი ინსტიტუცია და პოლიტიკური აქტორი, რომელიც იბრძვის ძალაუფლების განვითარების, ძალაუფლების შენარჩუნებისათვის და მისი ექსპანსიისათვის. ხოლო რამდენად აძლევს ამას საშუალებას საერო ხელისუფლება და ჩვენ ვეკუთვნით პასპორტს, ეკლესია არ გვაძლევს, პასპორტს ქვეყანა გვაძლევს. შესაბამისად ეს საერო ხელისუფლება რამდენად იძლევა ამის საშუალებას, ეს არის პრობლემა. ანუ რატო ხდება ამის შენარჩუნება? დავსვათ კითხვა, რის გამო ხდება ამის შენარჩუნება? მიზანი ხო უნდა იყოს რაღაცა, ხო? ტრადიციის მოვლა, ერთი გელათით საკმარისია იმისათვის, რომ თქვათ ტრადიციას როგორ უვლით, ხო? ესა რა ქვია, ავტორიტეტისადმი მორჩილება
შეხედეთ იმას, რა ქვია, რიტორიკას, მე ვარ ყველაფერი, ყველა პარტია იგივეს ამბობს, მე ვარ ყველაფერი, სხვა არავინ არ არის. ანუ აი ძალიან არეულ სიტუაციაში ვართ ახლა, მე თუ მკითხავთ და ჩემის აზრით ის რომ და კიდევ ერთი კარგი ცუდი მაჩვენებელია, ახალგაზრდები მასიურად ტოვებენ ამ ქვეყანას. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ ხედავენ განვითარების შანსს. ხოლო ტრადიციის შენარჩუნება, ანუ თუ მეტაფორა დავიღებთ, ამ წუთას არის განვითარების საწინააღმდეგოდ. ამიტომ ეს აღარ არის ტრადიცია. ტრადიცია უნდა ჩაჯდეს ახალ კონტექსტში და მაშინ ხდება ის ტრადიცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი მაყურებლისთვისაც გამოდგება საინტერესო და რაღაც შემეცნებითი ხასიათის და ახალ თვალსაჩინოს და ხედვას გაუხსნის. ან ისეთ რამეზე დააფიქრებს, რაზეც არ დაფიქრებულა. ვემშვიდობები ჩვენს მაყურებელს ამ ჯერისთვის. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ფსიქოლოგი თსუ პროფესორი მარინე ჩიტაშვილი და საუბრობდით რელიგიურობის ფსიქოლოგიაზე.